ილია, მოდი ახლა შენს უშუალო კარიერასა და იმ სიახლეებს შევეხოთ, რომლებმაც ბოლო დღეებში UFC-ს სამყარო ააფორიაკა. ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იანვარში შედგება ბრძოლა დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ფედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის. საინტერესო ის არის, რომ შენ ეს ერთგვარად იწინასწარმეტყველე კიდეც. ამბობდი, რომ პედის ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი მხოლოდ მაშინ უნდა მიიღო, თუ ისეთ სერიოზულ მეტოქეს დაამარცხებდა, როგორიც ჯასტინია. როგორ მიიღე UFC-ს ეს გადაწყვეტილება და რას ფიქრობ ამ ნაბიჯზე? სიმართლე გითხრა, კარლოს, ამ ამბავს ძალიან მშვიდად და პოზიტიურად შევხვდი. რეალურად მე წინასწარ მქონდა კონსულტაციები და საუბრები UFC-ს ხელმძღვანელობასთან, ასე რომ ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა. მათ ზუსტად იცოდნენ, რა ხდებოდა ჩემს თავს. ჩემი პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ იცოდნენ, რომ იანვარში ბრძოლას ვერ შევძლებდი. არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც სპორტსმენის მიღმა არსებული პიროვნული გარემოებები და ოჯახური საკითხები პრიორიტეტული ხდება. სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა დივიზიონი არ გაეჩერებინა და ფედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა ჩაენიშნა. ფიქრობ, ორივე მათგანი იმსახურებს ამ შანსს. ეს ტიტული მათთვის სრულიად ვალიდური და დამსახურებული იქნება. თუმცა მოდი ვიყოთ გულწრფელები. ეს არის მაქსიმუმი, რასაც ისინი ოდესმე მიუახლოვდებიან მსოფლიო ჩემპიონობასთან დაკავშირებით. ორივეს ულოცავ ამ შესაძლებლობას, მაგრამ დღის ბოლოს მათ მაინც მოუწევთ ნამდვილ ჩემპიონთან, რეალ დილთან შეხვედრა, რათა დაამტკიცონ, ვინ არის საუკეთესო. თუ გყავს ფავორიტი ამ წყვილში? ერთი მხრივ გვაქვს ფედი პიმბლეტის ამბიცია და პოპულარობა, მეორე მხრივ კი ჯასტინ გეიჯის უდიდესი გამოცდილება ასეთი დონის ომებში. ვისკენ იხრება შენი სიმპათიები როგორც ექსპერტის? ამ ტიპის ბრძოლებში პროგნოზის გაკეთება ყოველთვის რთულია, რადგან ორივე მებრძოლს თავისი ძლიერი მხარეები აქვს. ეს არის დაპირისპირება, სადაც გაურკვევლობა ბოლო წუთამდე შენარჩუნდება. პედი ისეთი ტიპის მებრძოლი არ არის, რომელიც მეტოქეს პარტერში ადვილად გადაიყვანს, თუმცა მას თავისი ქარიზმა და სტილი აქვს. რაც შეეხება ჯასტინს, ყველა მიცის მისი მძიმე ხელების შესახებ. მისი დარტყმები დამანგრეველია, განსაკუთრებით კი ლოუ-ქიკები და მარჯვენა ჰუკი. ჩვენ გნახავს, რომ პედი წინა ბრძოლებში საკმაოდ ბევრ დარტყმას უშვებდა, რაც ჯასტინთან ბრძოლაში შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ფანებისთვის ეს იქნება ნამდვილი სანახაობა. მე ყოველთვის მომწონს ისეთი ბრძოლების ყურება, სადაც წინასწარ არ იცი რა მოხდება. UFC-ს გუნდი სწორედ ამით არის გამორჩეული. ისინი არიან სპეციალისტები ისეთ წყვილების შედგენაში, რომლებიც მაყურებელს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებენ. ბევრმა გულშემატკივარმა გაკვირვება ვერ დამალა შენი იმ პოსტის გამო, სადაც განაცხადე, რომ პირველი კვარტალში ოქტაგონზე არ გამოხვიდოდი. საინტერესოა, როგორი იყო UFC-ს რეაქცია. რამდენად გაგებით მოეკიდნენ შენს პოზიციას და რამდენად ჰქონდათ კომუნიკაცია, მაგალითად, ჰანტერ კემბელთან ამ საკითხზე. მათ მიმართ მხოლოდ მადლიერების სიტყვები მეთქნება. მართლაც შესანიშნავად მოიქცნენ. ჩვენ შორის არის განსაკუთრებული კავშირი და ურთიერთგაგება, რაც მხოლოდ პროფესიულ ურთიერთობას ცდება. მათ ზედმეტ ახსნა განმარტებების გარეშე გამიგეს და პირველივე წამიდან მხარდაწერა გამომიცხადეს. მითხრეს, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც დამჭირდებოდეთ, მათ გვერდით გომის იმედი უნდა მქონოდა. სიმართლე გითხრა, კარლოს, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც მათ ჩემ მიმართ გამოიჩინეს. ეხლა როცა თავად ვარ პრომოუტერი ვოუში და სპორტს ამ კუთხითაც უყურებ, ბევრ რამეს სხვანაირად ვეყებხვები. ადრე შეიძლება რაღაცები ვერ გამეგო, მაგრამ ეხლა ზუსტად ხვდები მათ ნაბიჯებს. ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ძალიან ჯანსაღი და პატივისცემაზე დამყნარებული ურთიერთობა, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია. ჩვენ თვალს ვადევნედით შენს და პედი პიმბლეტს შორის არსებულ დაძაბულობას. დაწყებული იმ უსიამოვნო ტვიტით საქართველოზე, გაგრძელებული ლონდონის ინციდენტით და ასე შემდეგ. თუმცა გასულ კვირას ვესაუბრე მას და ბევრად უფრო მშვიდად მეჩვენა. მან თქვა, რომ პატივსცემს შენს ამჟამინდელ მდგომარეობას და საუკეთესოს გისურვებს. შენი აზრით შეიცვალა რამე ამ მეტოქეობაში? დაიკლებ თუ არა ის ინტენსიობა, რაც თქვენ შორის იყო? არავითარ შემთხვევაში. ჩემი დამოკიდებულება უცვლელია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პედი არის ძალიან გასართობი ტიპი, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებს. კი მას ხონდა ის ფეხის დაცდენა, როდესაც საქართველოზე არასწორი რამ დაწერა, მაგრამ მჯერა, რომ ცხოვრება ექსპერიენციაა და ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ. ვხედავ, რომ ის პატივსცემს ჩემს პირადს და ოჯახურ პრობლემებს, რაც ადამიანურად დასაფასებელია. თუმცა რაც ოქტაგონში მოხდება, სულ სხვა რამეა. სწორედ ეს არის ის, რაც ხალხს ინტერესებს. ჩემი პირადი ცხოვრება და ჩემი პროფესიული კარიერა ორი სხვა სამყაროა. ოქტაგონში ჩვენ ვიქნებით პროფესიონალები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და გარწმუნებთ, ეს იქნება ძალიან სანახაობა და მხიარული მომენტი მთელი მსოფლიოსთვის. მტრობა შეიძლება შენელდეს, მაგრამ კონკურენცია და ბრძოლის სურვილი მხოლოდ იზრდება. ეს ნამდვილად იქნება ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი დაპირისპირება პუბლიკისთვის. თუმცა ჯასტინ გეიჯში მახსელა ერთი ძალიან საინტერესო და ამბიციური იდეა. მან თქვა, მე ვაპირებ UFC-ს გეგმები ჩაუშალო და ილიას თეთრ სახლში დაუპირისპირდე. როგორ მოგწონს ეს აზრი? ჯასტინი ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. ის ამერიკელია და ახლო ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ტრამპთან. რამდენად გხიბლავს ასეთი მასშტაბის გარემოში ბრძოლა? იცი კარლოს, მე ყოველთვის ვენდობი ღვთისნებას. ის რაც მისგან არის მომავალი, ჩემთვის ყოველთვის კარგი იქნება.
თუ პედი პიმბლეტი გაიმარჯვებს, ეს ერთი ისტორიაა, ხოლო თუ ჯასტინ გეიჯი მოიგებს, სულ სხვა. სხვათა შორის, თუ ჯასტინი გაიმარჯვებს, ვიცი რომ UFC-ს აქვს განსხვავებული გეგმები, რომლებზეც ამ ეტაპზე საუბრის უფლება არ მაქვს. რაც შეეხება თეთრ სახლში ბრძოლას, ეს ჩემთვისაც უდიდესი მოტივაცია და აღფრთოვანება იქნებოდა. ეს არის ისტორიული მასშტაბის მოვლენა. თუმცა სიმართლე გითხრა ეჭვმეპარება, რამდენად შეძლებს ჯასტინი UFC-სა და პედის გეგმების ჩაშლას. ეს მისთვის ძალიან რთული ამოცანა იქნება, თუმცა სპორტში შეუძლებელი არაფერია. მას წარმატებებს უსურვებ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს იღბალად ჩემთან ერთად ოქტაგონში გამოკეტვა. ეს უფრო სასჯელს გავს, ვიდრე პრიზს. ასე რომ ვნახოთ, რამდენად შორს წავა მისი ამბიციები. და ბოლოს, ილია, ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებს გულშემატკივარს მთელ მსოფლიოში. შენ ახსენე, რომ წლის პირველ კვარტალს გამოტოვებ, ხოლო პედი და ჯასტინი იანვარში ხვდებიან ერთმანეთს. როდის გრძნობ, რომ იქნება შენი დაბრუნების შესაფერისი მომენტი? როდის ვიხილავთ ჩემპიონს კვლავ საქმეში? როგორც უკვე ვთქვი, ამჟამად გარკვეულ პიროვნულ და ოჯახურ სირთულეებს გავდივარ. ზუსტი თარიღის დასახელება თუ როდის მოგვარდება ყველაფერი საბოლოოდ ახლა გამიჭირდება. იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. როგორც კი ჩემი პირადი სიტუაცია დასტაბილურდება, მე მაშინვე მზად ვიქნები ოქტაგონზე დაბრუნებლად. ამ მომენტში ჩემთვის უპირატესი ჩემი ოჯახის კეთილდღეობაა, ჩემი შვილების სიმშვიდე და ჩემი შინაგანი წონასწორობა. ოჯახი არის ჩემი ციხესიმაღლე და როცა იქ ყველაფერი რიგზია, ოქტაგონზე ჩემი შეჩერება შეუძლებელია. ასე რომ როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ, დავბრუნდები და მაყურებელს იმ სანახაობას ვაჩუქებ, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩემი დაბრუნება იქნება ხმაურანი და ეპიკური. იანვარში, ამ ორთაბრძოლის დროს, გეგმავ თუ არა ადგილზე ყოფნას. ვიხილავთ თუ არა ტრადიციულ face-to-face გამარჯვებულთან. ჯერ არ ვიცი, სიმართლე გითხრა. ზუსტად ამ დღეებში ვიღებთ გადაწყვეტილებას, გავემგზავრები თუ არა ამერიკაში ამ ბრძოლაზე დასასწრებოთ. თუმცა დიდი ალბათობით და იმედით ვამბობ, რომ იქ ვიქნები. მინდა ჩემი თვალით ვნახო, ვინ გახდება ჩემი შემდეგი მსხვერპლი. ყოველ შემთხვევაში უკვე ვიცით, რომ 24 იანვარს, წლის პირველსავე ივენტზე გვეყოლება დროებითი ჩემპიონი. შემდეგ კი ველოდებით შენს კომუნიკაციას UFC-სთან. პედი პიმბლეტი თუ ჯასტინ გეიჯი. შენი საბოლოო სიტყვა. სიმართლე გითხრა, ცოტა გაურკვევლობაში ვარ. ზუსტ პროგნოზს ვერ მოგცემთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პედი პიმბლეტის აქვს კარგი შანსები. პირადად მეც მირჩევნია, რომ მან გაიმარჯვოს, რადგან ჩვენი ბრძოლა უფრო მეტ ემოციას და ინტერესს გამოიწვევს მთელ მსოფლიოში. თუმცა თუ ჯასტინ გეიჯი მოიგებს, ამ გამარჯვების შემდეგაც შეიძლება ძალიან დიდი სტორიტელინგი აწვა. მისი გამოცდილება და ჩემი ახალგაზრდული ძალა ინტერესო კონტრასტი იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვიღებ ყველაფერს, რასაც ბედის წერა მომიტანს. ნებისმიერი შედეგი ჩემთვის სასარგებლო იქნება. მე ვარ ჩემპიონი და მისი მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა, ვინც არ უნდა დამიპირისპირდეს. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და სპორტის მოყვარულებო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მზით განათებულ და ენერგიით სავსე მადრიდში. მე ვარ კარლოს კონტრერას ლეგასპი, ESPN დეპორტესის წარმომადგენელი და ჩემს გვერდით ის ადამიანი, რომელმაც UFC-ს მსუბუქი წონის დივიზიონში ნამდვილი რევოლუცია მოახდენა. მოქმედი ჩემპიონი, ილია ტოპურია. ილია, პირველ რიგში უღრმესი მადლობა მასპინძლობისთვის. როგორ გრძნობ თავს აქ, შენს ქალაქში, ამ არაჩვეულებრივი მოვლენების ეპიცენტრში. მოგესალმები, კარლოს. გულწრფელად გეტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ შენი აქ ხილვით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩამოხვედით და პირადად აკვირდებით იმას, რაც აქ ხდება. მადრიდი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს მიღვიძებს და ძალიან მინდოდა, რომ ეს გარემო შენი თვალით გენახა. თავს შესანიშნავად უგრძნობ, სავსე ვარ ენერგიით და მიხარია, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა ასეთ ნაყოფს გამოიღებს. ჩვენც დიდი ინტერესით ვაკვირდებით იმ მასშტაბურ პრომოუშენს, რომელსაც შენ და შენი გუნდი აკეთებთ. ეს მართლაც შტამბეჭდავია. თუმცა მოდი დავიწყოთ ყველაზე ცხელი სიახლეებით, რამაც მთელი სპორტული სამყაროა ალაპარაკა. პროექტს ისეთი გლობალური ფიგურა შეუერთდა, როგორიცაა კრისტიანო რონალდო. შენმა პიროვნებამ ისედაც უდიდესი წვლილი შეიტანა ესპანეთში შერეული ორთაბრძოლების პოპულარიზაციაში, მაგრამ კრისტიანოს გამოჩენა სხვა განზომილებაა. რას ფიქრობ ამ პარტნიორობაზე? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ურთიერთობა და რას ნიშნავს კრისტიანო რონალდოს მსგავსი ლეგენდის ყოფნა თქვენს გვერდით? იცი, კარლოს, სიმართლე რომ გითხრა, მთელი ჩვენი გუნდი საოცრად აღფრთოვანებულია. კრისტიანო რონალდოს შემოერთება არის არამხოლოდ ბიზნეს ნაბიჯი, არამედ უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება ყველასთვის. სანამ უშუალოდ ღონისძიებაზე მოვიდოდი, მას პირადი შეტყობინებაც კი გაუგზავნე. მის ყოფნას ამ პროექტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ღირებულება მოაქვს ყველგან, სადაც არ უნდა გამოჩნდეს. ჩვენი მიზანი პირველივე დღიდან იყო ისეთი ალიანსების შექმნა, რომლებიც სპორტს ახალ საფეხურზე აიყვანდა.
კრისტიანო რონალდო კი სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც ამ ფასეულობებს განასახიერებს. ბევრი ადამიანი მხოლოდ მის სოციალურ ქსელებს და მილიონობით გამომწერს უყურებს, მაგრამ მე მის მიღმა ვხედავ უზარმაზარ ინტელექტს, პროფესიონალიზმს და იმ უნიკალურ ცოდნას, რამაც ის მწვერვალზე აიყვანა. ჩვენ ვაუში ვამაყობთ, რომ ის ჩვენი დიდი ოჯახის წევრი გახდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი ამბიციები უსაზღვროა. ჩვენთვის ჭერი არ არსებობს. საინტერესოა, როგორი იყო თქვენი პირველი პირისპირ შეხვედრა. ალბათ თქვენი გუნდები მანამდეც მუშაობდა დეტალებზე, მაგრამ როცა უშუალოდ შეხვდით, რა შთაბეჭდილება დატოვა მან შენზე როგორც პარტნიორმა? სიმართლე გითხრა, გაოცებული დავრჩი. ყველაზე მეტად მისი ჩართულობამ გამაუცა. ის არ არის უბრალოდ სახე. მას სურს ყველა დეტალის კურსში იყოს. პირველივე წამიდან კრისტიანო რონალდო მაქსიმალურად ჩაერთო კომპანიის შიდა პროცესებში. აინტერესებდა უმცირესი წვრილმლანებიც კი, რაც შეიძლება წარმოიდგინო. ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. არასდროს მიფიქრია, რომ ის ამ სპორტის ისეთი დიდი მოყვარული და გულშემატკივარი იქნებოდა. ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო და მიხარია, რომ ასეთი მოტივირებული პარტნიორი გყავს. ჩვენც დიდი ინტერესით ვაკვირდებით იმ მასშტაბურ პრომოუშენს, რომელსაც შენ და შენი გუნდი აკეთებთ. ეს მართლა შთამბეჭდავია. თუმცა, მოდი დავიწყოთ ყველაზე ცხელი სიახლეებით, რამაც მთელი სპორტული სამყაროა ალაპარაკა. პროექტს ისეთი გლობალური ფიგურა შეუერთდა, როგორიცაა კრისტიანო რონალდო. შენმა პიროვნებამ ისედაც უდიდესი წვლილი შეიტანა ესპანეთში შერეული ორთაბრძოლების პოპულარიზაციაში, მაგრამ კრისტიანოს გამოჩენა სხვაგან ზომილებაა. რას ფიქრობ ამ პარტნიორობაზე? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ურთიერთობა და რას ნიშნავს კრისტიანო რონალდოს მსგავსი ლეგენდის ყოფნა თქვენს გვერდით? სიმართლე გითხრა, სიამაყის გრძნობა მეუფლება, როცა ვხედავ, რას მივახციეთ. გული ემოციებით მაქვს სავსე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება, ეს არის ჩემი ოჯახის, ჩემი გუნდის და თითეული იმ ადამიანის დამსახურება, ვინც ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა. ვაუზრდა არის გუნდური მუშაობის შედეგი. იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან, ეს ყველაფერი უბრალოდ შეუძლებელი იყო. თითეულ მათგანს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. ეს პროექტი ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ჩვენი საერთო ოცნებაა და ის ფაქტი, რომ ის რეალობად იქცა, უდიდეს სტიმულს მაძლევს. ჩვენ ჯერ ბევრი გვაქვს სათქმელი და გასაკეთებელი.